როდესაც ტყუპები დაიღლებიან, ისინი მიდიან ჩხუბის, კამათის გარეშე. ხშირად ეს დამშვიდობების გარეშეც ხდება. შენ შეიძლება რთული დრო გქონდეს, თუმცა როდესაც მის გულს მოიპოვებ, ის შენია სამუდამოდ. შეეკითხე ტყუპებს თუ როგორ ხასიათზე არიან და ისინი ამ შეკითხვას თავს არიდებენ. მათ ადვილად არ უყვარდებათ, თუმცა ისინი სხვებს ადვილად აყვარებენ თავს. ტყუპები ცდას მხოლოდ ერთხელ არ აკეთებენ. ისინი ცდიან ორჯერ. მათი ნდობის მოპოვება ადვილი არაა, თუმცა თუ ისინი მოგენდობიან, ეს ნდობა იქნება სამუდამო. მაგრამ თუ შენ ამ ნდობას არასასარგებლოდ გამოიყენებ, მაშინ შენ ამას ვეღარასდროს დაიბრუნებ. მომზადებულია ზოდიაქო კლუბის მიერ. მათ სხვა ზოდიაქოებისგან განსხვავებით გამორჩეული აზროვნება აქვთ. თუ შენ მასზე შეყვარებული ხარ, ჯობს წახვიდე და ახლავე უთხრა. მათ ამის გაგონება სიამოვნებთ. ისინი ვერ უთმენენ იმ ადამიანებს, რომელთაც არ შეუძლიათ საუბრის გაგრძელება. ისინი არიან ძალიან ქარიზმატულები. ასე რომ შეუძლიათ მალევე გამოგტაცონ ის, რაც მათ თქვენგან უნდათ. თუ შენ გვერდით ტყუპები გყავს, ის არავის მისცემს უფლებას, ვინმე შენ ზურგს უკან შენზე ილაპარაკოს. ისინი სვამენ შეკითხვებს ყველაფერზე. ტყუპები შეიძლება იყვნენ მოუთმენელები. ისინი მოითხოვენ მოკლე და არა გრძელ, გადაუწყვეტელ პასუხებს. მომზადებულია ზოდიაქო კლუბის მიერ.